გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გასწავლით როგორ გადმოვიწეროთ ძველი ტენცენტი, როგორ ვათამაშოთ უფრო ხარისხიანად და ვათამაშოთ ის FPS. ასევე გასწავლით როგორ გავწეროთ ეკრანი. პირველ რიგში აქედან ვთავოთ PUBG-ს, ჩვეულებრივად ქვიც, შემდეგ ის პისტიში გადავალთ იმ დისკში, რომელსაც PUBG გვიწერია, წავშლით temps, შემდეგ გადავალთ search-ში, დავწერთ runs. გავხსნით, წერთ temps ჩვეულებრივად, შევალთ და აქ ყველაფერს შლით. შემდეგ ისევ გადავართ search-ში, წერთ runs. პროცენტი, ტემპი, პროცენტი, გადავალთ აქაც ყველაფერს შლით. შემდეგ ისევ runs წერთ და წერთ perfect digits. აქაც ანალოგიურად ყველაფერს წავშლით. skip. შემდეგ გადავდივართ რეგისტრატორში და ამას ვხსნით ადმინისტრაციით. ჩვეულებრივად. შემდეგ გავხსნით მეორეს, გადავალთ თამაში და ვეძებთ ეცეთ, დააწვევით და delete ჩვეულებრივად. მე არ დავშლი ახლა. კარგად მოწერილი. შემდეგ გადავდივართ მესამეში, გადავალთ აქ და აქაც ვეძებთ Tencent-ს. აგერ არის. ამასაც დავშლით ჩვეულებრივად. შემდეგ გადავდივართ მესამეში, პირველში, software-ში და Tencent-ს ჩვეულებრივად წაშლით. აქეთ ესეც დავასრულეთ. შემდეგ გადავდივართ Google-ში და აქ ვწერთ ესეთ რაღაცას. აი ეს. .com. გადავალთ. აი ხურეთ. ჩინურია ჩვეულებრივად 32-იანს და როგორც 32-იანს გადმოიწერთ ჩვეულებრივად და როგორც GameLops ისე გადმოიწერთ. სხვა არაფერი. შემდეგ გახსნით Tencent ჩვეულებრივად და გადახვალთ ამაში. ეს რა გახსნათ შემიძლია. აი ამას დააწვევით. და გადმოიწერთ ეს 360. შემიძლია გამოიწერთ გახსენით. მე ვაწვევით F9-ს, გადავდივართ ბრაუზერში და აქ ვწერთ ესეთ რაღაცას. ეს flex. აი ეს. და ამას ვიწერთ აპკურედან, მოიცა აპკურე. აი ეს. აი მას რა გადმოწერთ. დაინსტალირებ ჩვეულებრივად. შემდეგ გადახვალთ Google-ში და ჩვეულებრივად წერთ PUBG-ს. PUBG Mobile. აი ეს. შემდეგ აქ წერთ APK download-ს. აი მოჩვეულებრივად. ამას რო გადმოიწერთ, დააწვევით download-ებში, ამას copy-ს დააწვევით, ეს დააკოპირებთ, გადადიხართ დისკში, რომელიც PUBG გიწერიათ, ტემპი, download-ი, mobile და აქ აკეთებთ ჩვეულებრივად fast-ს დააწვევით. შემდეგ გადადიხართ აი ამ აპლიკაციაში. ამას აწვევით და ამ რაღაც დახრილ ხას. შემდეგ data share 1 და ვარ ვახსნა. და აი PUBG. ჩვეულებრივად დაინსტალირებთ. მაგრამ PUBG არ ჩაერთობა რომ დაინსტალირებთ და აკეთებთ ესეთ რაღაცას. შევდივართ open file location-ში. მე აი ამაში. აუიშ. აი ეს თქვენთან არ იქნება, N1 არ იქნება, უბრალოდ იქნება N და X და N-ს ვაწერთ ჩვეულებრივად 1-ს. აი ეს ჩვეულებრივად 1-ს დააწერთ. შემდეგ Android emulators copy-ს ვუკეთებთ. paste და ამას დააწერთ ჩვეულებრივად 1-ს. და ეგა. ой, აი ეს. მე აღარ ვქენი. დავსო გააკეთებ ჩვეულებრივად. შემდეგ ვაკეთებთ ამას. აი ეს დავტოვებ. აღწერილობაში properties-ში გადახვალთ და უყურეთ
როცა ამას დავუსვენ, აი ეხეს ორი დახრილი ხაზი როა, ოდნავ გამოტოვება ჩასმა ეპლი და ოკი. So, მერე და როცა ტენდენციას გახსნით ავტომატურად შეერთება პაპჩი. ეხლა გასწავლეთ თუ როგორ გავწეროთ ეკრანი რა. შევდივართ control panel-ში. არა, ჯერ შედიხარ display setting-ში. თუ display setting-ში არ გაქვთ 1280-1024-ზე, მაშინ ვაკეთებთ NVIDIA control-ით. Change resolution რო წერია. იქ custom-ზე create custom resolution accept და აქ შექმნით ჩვეულებრივად 1280-1024-ზე. ტესტს დააწვევით ჩვეულებრივად და გამოგიჩნდებათ აქ. 1280-1024-ზე. ხა როგორ დავღებნით PUBG-შიც. შევდივართ. ესე თან ჩემი PUBG setting-ებიც გქონდეთ, რომ არ გაგიჭირებათ რაღაც. აი ეს ჩვეულებრივად დიდი ამაზე, აქ 4 ცალი მონიშნეთ. აქ თუ გაქვთ 16 რამი ოპერატიული ვაყენებთ 8092-ზე, თუ გაქვთ 8 რამი აყენებთ 4096-ს, თუ გაქვთ 4 აყენებთ 2058-ს. როგორ ნახოთ რამი თუ არ იცით, აწვევით შედიხართ აი ეგ, შედიხართ properties-ში და აი ის და მიხედვით აყენებთ ამას. აქ 8-ს აყენებთ, აქ 8-ს აყენებთ და აქ წერთ 1280-1024-ზე. აქ screen DB გქონდეთ 240 და აქ ეძებთ Samsung Galaxy C20 Ultra Plus 720 მიყენია მე 90-ზე. ეს რაც უნდა დააყენოთ, მაინც default-ზე ჩავარდება. დააყენეთ ჩვეულებრივად. დავსო. ეს არის და ეს. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწვევთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო.